მოგესალმებით, მორიგი ვიდეოთი. დღეს განსაკუთრებულად საინტერესო ვიდეო გვაქვს და საკმაოდ განსხვავებული. გადმოვდივარ ცოტათი რეალურ სამყაროში, ანუ გავცდებით კოდს, კოდს, თვალ ბოლომდე ვერა, მაგრამ ნუ მაინც. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიპოვე ძალიან საინტერესო 3D მოდელი კლოდის მასკოტის და გადავწყვიტე, რომ 3D პრინტერით დამებეჭდა ეს კლოდის პატარა მასკოტი ჩემთვის. ვიფიქრე, რომ მაგიდაზე დავდებდი და ძალიან რაღაცითი პატარა საყვარელი იქნებოდა. თუმცა როგორც ხედავთ, არც თუ ისე პატარა გამომივიდა, ანუ საყვარელია, მაგრამ პატარა ნამდვილად არ არის. კლოდის მასკოტთან ერთად ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას, რასაც მოგიყვებით ამ ვიდეოში. დავიწყოთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ აი ეს 3D მოდელი ვიპოვე ინტერნეტში, რომელიც იყო სრულად შევსებული. ხოლო ჩემ 3D მასკოტს მინდოდა რომ ქონოდა შიგნით სიცარიელე. ამისთვის გადმოვწერე ეს 3D მოდელი და კლოდ კოდის დახმარებით და ბლენდერის დახმარებით შემდეგ უკვე შევქმნი აი ესეთი რაღაც. ფეხები აქვს სავსე, შიგნით კი არის სიცარიელე და ასევე თვალები აქვს ამოჭრილი. ამასაც გეტყვით რატომ. ამ პროექტში ცოტა ელექტროინჟინერიაც შემოდის. რაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ძლიერი მხარეა, თუმცა კლოდი ამაშიც დაგვეხმარება აუცილებლად. ეხლა კი მოგიყვებით, როგორ მოვედი აქამდე და რა პროექტის განხორციელებას ვაპირებ. როგორც უკვე ვახსენე, შევქმენი 3D მოდელი. აქ უკან ესე იფარება კლოდის დახმარებით, ასევე კლოდის დახმარებით კლოდს აუხსენი, რის გაკეთება მინდოდა და კლოდმა მოძებნა ყველა ის ნაწილი, რომელიც მჭირდებოდა ინტერნეტში. და ყველაფერსაც ამ ვიდეოში ნახავთ Edison Store-ში არის შეძენილი, დაამატა კალათაში და გამზადა იმისთვის, რომ მე უბრალოდ ფული გადამეხადა. ასე რომ ამ მიმართულებითაც შეგიძლიათ კლოდის გამოყენება. ეხლა კი დავიწყოთ. პირველ რიგში გაჩვენებთ აი ესეთ რაღაცებს. ესენი არის კაბელები, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის შესრულების დროს. ამ კაბელებზე ბევრს არ ვისაუბრებ. შემდეგ გვაქვს სამაკეტო დაფა და სამონტაჟო დაფა. ამ ორივე დაფას გამოვიყენებ ტესტირების რეჟიმში. და ეხლა უკვე გადავდივართ საინტერესო ნივთებზე. პირველ რიგში გაჩვენებთ, ეს არის OLED-ის ეკრანი, რომელიც აი ესე გამოიყურება. ეს ეკრანი დადგება აი აქ, თვალების მაგივრად. თუ შეგიმჩნევიათ, კლოდ კოდის გამოყენების დროს კლოდის მასკოტიც თვალებით რაღაცებს აკეთებს. ხან ჭუტავს თვალებს, ხან თვალს გვიკრავს და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივეს გამეორებას შევეცდები, რა თქმა უნდა. შემდეგ გვაქვს ორი კომპონენტი. ეს ერთი არის დინამიკი, ანუ რაც ხმას გამოსცემს. აქ და აქ გვაქვს აი ესეთი გამაძლიერებელი, ეს არის ხმის გამაძლიერებელი, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენი დინამიკისთვის. ეს არის LED განათება, მაქვს რამოდენიმე ცალი, ჯერჯერობით არ ვიცი რისთვის გამოვიყენებ, მაგრამ მაინც ვიყიდე წინასწარ. აქვე გვაქვს წინაღობები და ელექტროლიტური კონდენსატორები, რომლებიც ესე გამოიყურება. ბავშვობაში თუ რაღაც ელექტროსათამაშო დაგიშლიათ, გექნებათ ალბათ ესეთი რაღაცეები ნანახი. შემდეგ კი გვაქვს აი ესეთი დიდი წითელი ღილაკები, რომელსაც ეჭირება და შიგნით აქვს განათება. გვაქვს განათების ჩამრთველი, რომელიც აქ ჩდება, ასევე გვაქვს ნათურა, რომელიც ჩდება აი აქ. და ეს ყველაფერი იწყობა და მივიღებთ საბოლოო ჯამში ღილაკს და საბოლოოდ კი გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. გავხსნით თქვენთან ერთად. ვცდილობ, რომ ისე გავხსნა, რომ არ დავაზიანო. აქ კი გვაქვს აი ესეთი მიკრო კონტროლერი, რომელსაც უკან აქვს ესეთი პინები. ვცდილობ მაქსიმალურად, რომ რამე არ დავაზიანო. აქ გვაქვს Type-C პორტი. ამ მიკროკონტროლერს ასევე აქვს Wi-Fi-ის და Bluetooth-ის მხარდაჭერა და მოგვიწევს, რომ C++-ზე დაწერილი კოდი ჩავტვირთოთ. C++-ი ცოტა საშიში რაღაცაა, მაგრამ მე მგონი კლოდის დახმარებით ეს ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს. ეხლა კი გეტყვით საბოლოო ჯამში რისი აწყობა მინდა. აქ ალბათ რამოდენიმე დეტალს სამომავლოდ შევმატებ.
თუმცა მექნება აქ მეხსიერებასთან ერთად ასევე მაკლია მიკროფონი. ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ეს კლოდის მასკოტი ლაპარაკობდეს, მელაპარაკებოდეს და მეც ველაპარაკებოდე მას. ყოველ შემთხვევაში გეგმა არის ეს. ნახოთ რა როგორ გამოვა თუ არა საერთოდ. ნახოთ რა შეცდომები დაუშვა კლოდმა შოპინგის დროს, როდესაც ამ ნივთების ყიდვა მირჩია. დამატებითი ინფორმაცია არ მომიძიებია, ვენდე სრულად კლოდს. და ესეც საინტერესო იქნება იმისთვის, რომ ნახოთ კლოდის შესაძლებლობები. ამ ვიდეოში სულ ეს იყო. მე და კლოდ მასკოტი გემშვიდობებით და დაგიბრუნდებით უკვე პირველი სერიით, სადაც შევეცდებით, რომ რაღაც მარტივი ფუნქციონალი უკვე გქონდეს და ვიყოთ დაკავშირებული ინტერნეტთან. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი, რომ თვალიადევნოთ ჩვენი კლოდის მასკოტის განვითარებას და დაალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერთ კომენტარებში თუ გაქვთ რამე შეკითხვა, შევეცდები ყველას გიპასუხოთ. მადლობა და წარმატებები.